დაგლოცოთ ღმერთმა მშვიდობა მოგმადლო ძვირფასო რადიო მსმენელებო ყოველნო მართლმადიდებლო ქრისტიანინო კაცობრიობა რომელმაც უარი თქვა ღმერთთან სრულყოფილ ურთიერთობაზე შემდეგ ნელ-ნელა ვხედავ ჩვენ რომ უამრავი სენი შეეყარა და აი ამ ღვთისაგან განშორებული კაცობრიობა თავის ცხოვრებას მრავალი საფრთხით, სტრესით და საშინელებებით აგებს. ეს იყო პირველი ადამიანის ცოდვის შედეგი 60-დან გამოძევის შემდეგ ადამიანი მრავალმა ვნებამ შეიპყრო და ერთ-ერთი ძლიერი ვნება, რომელიც დამახასიათებელი გახდა ადამიანისათვის არის შიში. და ეს შიში კაცობრიობის აგონიად იქცა და აი ესე განსაზღვრავენ მას მამები ადამიანის ზნედაცემული მდგომარეობა სწორედ ერთ-ერთი ფაქტორი მისი გამოვლინდა შიშში. ადამიანს ეშინია და ასევე პარადოქსულად უნდა აღინიშნოს, რომ ამავე დროს სხვასაც აშინებს თავისი ბოროტი ვნებებით, საქციელებით და ხშირად ეს ფატალურადაც სრულდება. მან დედამიწაზე უამრავი უკეთურებითა და უბედურებით აავსო ცხოვრება და განუწყვეტელი შეგონების მიუხედავად, რომელიც მას ღმერთისაგან ჰქონდა მოცემული და ის მუდამ მოუწოდებდა ადამიანს სინანულისაკენ, მიუხედავად ამისა, ადამიანმა იშვიათი გამონაკლისის გარდა ყოველთვის უგულებელ ღვთის მოწოდება და საკუთარი თავის გაღმერთებას შეუდგა ჭყალებში, მთლიანად მიწიერი საზრუნავებით აღივსო ის და მხოლოდ ამ ქვეყნიურზე ფიქრობდა, ამ ქვეყნიურით არსებობდა, ტკბებოდა და ასე შემდეგ. ღვთაებრივი სიყვარულის დაკარგვით, ადამის ცოდვით, რასაც ქვია, რომელიც მთელ კაცობრიობას მოედო, შემდეგ კაინის მიერ აბელის მკვლელობის შემდეგ ადამიანი მუდმივად ძრწის და გაურბის თავის შემოქმედს. ეს არის სიტყვები ბიბლიისა, ბოროტი ძალები სულ უფრო და უფრო მყარად იმკვიდრებენ ადგილს ადამიანის გულსა და გონებაში, იმ ადგილს, რომელიც მანამდე ღმერთს ეკუთვნოდა და შედეგად ადამიანი მიეჩვია ცოდვას და ნელ-ნელა დაეუფლა განცდა, რომ ის არის ერთგვარი ტკბობა იმისა, რომ იყოს ბოროტი და საშიში ყველასათვის. და რაც უფრო აგრძელებს აი ამ ცოდვის მიერ ცხოვრებას ადამიანი და მტრობას ამპარტავნებით, დიდების მოყვარეობით და სხვა ადამიანებზე გაბატონების სურვილით, მით უფრო ძლიერი ხდება, ძლიერი შიში ეუფლება მას და სხვასაც აშინებს თავისი ბოროტებით. თანამედროვე კაცობრიობის აი ამ შფოთვარე ზბოლა, რასაც ქვია თავისი აი ინტერესებიდან, წარმოდგენებითა თუ ცივილიზაციიდან გაამპირობებული, ადამიანის საშინელი მარტოობით ემუქრებოდა და იმ მარტოობით, რასაც ღვთისაგან მიტოვება ჰქვია, რომელსაც ადამიანი ცდილობს დამალოს გარე სამყაროსაგან, თუმცაღა შინაგანად ხედავთ ჩვენ, რომ აი ეს სიცარიელე შინაგანი მას მუდმივად აწუხებდა. პირველი გამოვლინება აი ამ მარტოობისა იყო კერპებისა და აი ამ ფეტიშების თაყვანისცემა ძველი ეპოქაში მოგეხსენებათ და შემდეგ თანამედროვე ეპოქაში უფრო დახვეწილი ცივილური ფორმებით, რაზეც ვისაუბრეთ ჩვენ და ცდილობს რა დაფაროს ხვისაგან ეს თავისი უსუსურება და თავისი ეს მეტაფიზიკური შიში, ანუ ღვთისაგან განდგომის რბოლის შიში ადამიანი აგებს და აგებდა ყოველთვის თავის სამყაროს და თავის ცივილიზაციას. და ეს ძველი სამყაროს ისტორიკოსებიც კი მოწმობენ ამას, რომ ადამიანის არაადამიანური, რაღაც ტოტალური ბნელი შიშის იმკვიდრებდა მათ სულებსა და გულებში, რომელიც თან სდევს მთელ კაცობრიობის ისტორიას. ცხოვრების ყველა სფერო ფაქტობრივად ადამიანი აი ამ თავის
ამჟღავნებს თავის მონურ ცოდვით გამოწვეულ შიშს და ვიდრე არ მიეცა მას სხვა ღვთაებრივი, ნათელი, წმინდა კანონების მორჩილების შიში, რომლის შესახებაც ვისაუბრებთ მოგვიანებით. შემოქმედი კურნავს ადამიანს ბნელი შიშებისაგან თავისი ღვთაებრივი კანონებით, ვინაიდან მხოლოდ ღვთის უზენაეს შიშს შეუძლია დააძლებინოს ადამიანს ამ ქვეყნიური მარტოობის შიში. ჩვენ ხშირად საუბრობთ და ადამიანს ეშინია, ვიცით, სიბნელისაც ეშინია, სხვა ადამიანის ეშინია არ დაკარგოს სიმდიდრე, ეშინია არ დაკარგოს შვილი, ეშინია, ყველაფრის ეშინია. აი ეს ამ შიშებზეა საუბარი, ის 1000 გვარია, სხვადასხვა სახის არის და ჩვენ ნელ-ნელა ზოგიერთი მათგანზე გავამახვილებთ, ძირითად მათგანზე გავამახვილებთ ყურადღებას, რომელიც განსაკუთრებულად აწუხებს თანამედროვე ადამიანს. ამრიგად, ესე იგი, კაცობრიობამ დაიწყო ეს ცხოვრება ამ ორ შიშს შორის, ერთი არის წმინდა ნათელი შიში, მეორე კი ცოდვისმიერი ბნელი შიში და ადამიანს ღვთის შეწევნით შერჩა გარკვეული უნარი, აღმოეჩინა ეს საკუთარ თავში, ის დემონური თუ ცრუ მორწმუნეობის და კერთაყვანისმცემლობის, გნებავთ თავმოყვარეობის, ეგოიზმის შიშები, რომლითაც აღმერთებდა ის ხშირად საკუთარ თავს, რათა განწმენდილიყო აი ამ მარტოობის აგონიისაგან. მაგრამ ადამიანის ეს პირველი ბნელი შიში, რასაც ქვია უღმერთო შიში, არის ღვთის ხილვის შიში. ესე განსაზღვრავს მას მთავარეპისკოპოსი იოანე სამფრანცისკოელი შახოვსკი და რომ ეს არის გამუდმებული მალვა ღვთისაგან. ანუ ადამიანი ადამთან, პირველ ადამიანთან ერთად თითქოს და ამბობს, რომ შიშველ ვარ მე და დავიმალევო. აი ესეთია ყველა ცოდვისმიერი ადამიანის, ცოდვის ჩამდენი ადამიანის და მათთან ერთად მთელი კაცობრიობის გამოძახილი. ასეა დღესაც ადამიანი ემალება ღმერთს თავისი საქმით, სიტყვითა თუ მგზნობელობით, ამას ჩვენ კარგად ხედავთ ჩვენს ცხოვრებაზეც და მოძღვრები მით უფრო ხედავენ, როდესაც მოსული ადამიანი, ეკლესიაში მოსული ადამიანი, შემდეგ დიდი ცოდვის დაუშვათ ჩადენის შემდეგ მას აღარ უნდა ეკლესიაში მოსვლა, რაღაცნაირად გაურბის მოძღვარს, გაურბის ეკლესიას და თავისთავად გაურბის ღმერთს. და აი ეს არის ზუსტად ის შიში, ცოდვისმიერი შიში, რომელიც ეუფლება ამ დროს ადამიანს. მეორე ბნელი შიში, რომელიც ახასიათებს ასევე ადამიანს, ეს არის თვითონ ადამიანის ხილვის შიში. ესე იგი, რას ნიშნავს ეს? ამ შიშის სიღრმე მჟღავნდება სწორედ ბიბლიის პირველ თავებში და აი ესეთ სიტყვებს ვკითხულობ დაბადების წიგნში, რომ აჰა, მაგდებ დღეს მიწის პირისაგან და უნდა მივეფარო შენ სახეს, დევნილი და მიუსაფარი ვიქნები, ამ ქვეყნად და ყოველ შემხვედრ შეიძლება ჩემი მოკლავ. გადაიხვეწა კაენი უფლის პირისაგან და დაესახლა ნოდის ქვეყანაში. ესე იგი, კაენს რა შიში აქვს? მოკლა თავისი ძმა, უდიდესი ცოდვა ჩაიდინა და ეხლა უკვე გაურბის ღმერთსაც და ადამიანს, რომელსაც იძახის თვითონ, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ჩემი მოკლავ. აი, შიში, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. და ეს არის კაენის სიტყვები და ძვლის მკვლელის სიტყვები და როდესაც უფალი ამბობს, რომ სადახარ ადამიანო, ეძახის მას ღვთის სული პირველი ადამიანის სახით და ის კიდევ თავისი მხრივ მთელ კაცობრიობას ამითი და ყველა ადამიანი შეგნებულად თუ შეუგნებლად ამბობს, შენი ხმა მომესმა და ბაღში და შემეშინდა შიშველი ვიყავი და რომ არ და დავიმალევ. აი ესეთია დამოკიდებულება პირველი ადამიანისა და მათთან ერთად ყველა ჩვენთაგანისა. ურწმუნო ადამიანის ბოლა ღვთისაგან, სხვა ადამიანებისაგან არის უკიდურესი ფორმა ამ ადამიანის ეგოცენტრიზმისა. გნებავთ იმ ამპარტავნული დამოკიდებულებისა, რომელიც ძალიან ღრმად დევს ადამიანის გულში. ეშენია ადამიანს
აღიაროს თავისი უსუსურობა, თავისი სიშიშვლე, იგულისხმება სულიერი სიშიშვლე და აი ამ შიშით გაურბის ის შემოქმედ ღმერთს და ამბობს ამავე დროს, რომ არ არის ღმერთი, არ შეიძლება იყოს ღმერთი სამყაროში, სადაც ამდენი ბოროტება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ამ დროს თავად არის აი ამ ბოროტების სათავე ეშმაკთან ერთად, რა თქმა უნდა, და ესე გაიძახიან ათეისტები და ის ნიჰილისტები, რომლებიც სწორედ აი ამ ცოდვისა გამო დაიბნელეს თავისი გონება, სული და ნება. და ამით აღიარებენ კიდეც, რომ თავის ცოდნას, რომ ღმერთის შესახებ, რომ ღმერთი არსებობს. უწმნოება მამათა აზრით არის სწორედ ღმერთთან შეხვედრის შიში. და ეს შიში ხედავ ჩვენ კარგად მკაფიოდ წარმოჩინდა ათეისტურ სამყაროში, ნიჰილისტურ სამყაროში, როდესაც ნიცშემ პირველმა განაცხადა, რომ ღმერთი მოუკალითო და აღარ არის არაფერი და ყოველივე ნება და რთულიაო. ამრიგად და მათთან ერთად მარქსი და დარვინი თუ სხვა ვინმე ისმებით ახსენლი თეოლოგები თუ იდეოლოგები. ამრიგად აი ეს ერთი შეხედვით უშიშარი, თვითდაჯერებული ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ ყოველივეს თვითონ ახერხებს ამ ქვეყნად, თვითონ ძლევს ყოველივე პრობლემას, უეცრად შეიძლება აღმოჩნდეს, რომ შეშინებულია დაუშვათ ზემდგომი ადამიანის საყვედურით და ვაიდა არ გააგდონ სამსახურიდან და მას ეშინია თავისი ხშირად ხედავთ ამასაც, რომ ქრისტიანული პოზიციის დაფიქსირებისაც, ესეც მკაფიოდ წარმოჩინდა თან ბოლო დროს, რათა არ იქნეს დაცინული მავანის მიერ, აი ამ უღმერთო შიში ყოველთვის გამოწვეული იყო ძმაუნდადანო ვნებებით. და ეს ვნებები ხშირ შემთხვევაში არის პირფერული, ხშირ შემთხვევაში არის მზაკრობით, ტყუილი, ციცრუით ახსილი და ეს შიში არის ადამიანში. სწორედ ამპარტავნების, ეგოიზმისა და სხვა კერპთაყვანისმცემლობის გამოწვეული, რითაც უარყოფს კიდეც ღვთის არსებობას თავის ცხოვრებაში და აი ამ ცოდვისმიერი მონახდება იმ საზოგადოებრივი აზრისა, რომლის ზეგავლენის ქვეშ ექცევა საბრალო ადამიანი. და უდავოა შენიშნავენ მამები, რომ ადამიანი კიდევ უფრო დიდი მონახდება აი ამ მრავალრიცხოვანი დემონური შიშებისა, ვიდრე ძველი დროის წარმართები. და ეს ფაქტი გახლავთ. უახლესი წარსულიც კი ცხადყოფს ამას, რომ ხედავ ჩვენ ადამიანი შეშინებული იყო მეცნიერების ავტორიტეტით და ეს მეცნიერება პირობითად უნდა ვთქვათ, გულისხმობთ ათეისტურ მეცნიერებას, რომელიც ისწრაფოდა უარეყო, უმაღლესი, მარადიული ღვთაებრივი ფასეულობები და კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც დამახასიათებელია ადამიანისათვის შინაგანი სულიერი მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელიც სახარებისეულ მცნებებზე იყო დაფუძნებული და განაეს არ იყო ის მოჩვენებითი შიში ღვთისა, რომ ვაიდა არ მეუსროს მან აი ამ თავისი უღმერთო საქციელისა გამო. დღეს სერიოზულად არც ერთი ნორმალური მეცნიერი თუ მორალისტი, მკვლევარი აღარ აღიქვამს დარვინიზმსა და ათეიზმს მეცნიერებად საერთოდ და რა თქმა უნდა ყველა გონიერმა მეცნიერმა დაადასტურა ეს, რომ მხოლოდ ის ხედავს იმას, რაც უკვე დიდი ხანია ღვთისაგან არის შექმნილი და თვალს ადევნებს ამას და არავითარი ახალის გამოგონება აქ პრინციპში არ ხდება. ესეც არის ძმაუნდადანო, სწორედ ის კერპთაყვანისმცემლობა იმ მატერიისა, რომელიც ახასიათებს დღესაც სამწუხაროდ თანამედროვე ადამიანს და ესე ახასიათებდა მას ძველი წარმართულ ეპოქაშიც. ადამიანს ასევე აშინებს საკუთარი სხეული. ანუ სხეულით გამოწვეული ემოცია. ადამიანისათვის ახალი წყაროა ამ შიშისათვის. ჩვენ გულისხმობთ ამ შემთხვევაში ავხორცულ ვნებებს, რომლებიც ცდილობენ გაბატონდნენ ადამიანის გონებასა და სულზე და თავის ქვენა აი ამ მისწრაფებებით, რომლებიც გააჩნია ადამიანს, დაეუფლო მთლიანად ადამიანის სხეულს. ისინი ესხმიან აი ამ ადამიანის სულს
თავს და რათა დაკარგვინონ მას ის ყოველივე სულიერი, მარადიული და არა მსოფლიური, რომლითაც პრინციპში გამოიხატება ადამიანის ხატება და მსგავსება და ამასოფლის მონა გახადონ ის. ამის შედეგად სულის უმაღლესი მოთხოვნილებები ბლაგდება, რა თქმა უნდა, სუსტდება, სხეულის ქვენა მოთხოვნები კი იზრდება და თავის დაკმაყოფილებას ითხოვს. ცხოვრების მიზნათაც ექცევა კაცს და ეს ხდება აი ამ კაცობრიობის მთელ ისტორიაში. პავლე მოციქულის სიტყვით, რომ თქვათ, ესე ბრძანებს ის, რომ დაეთესვის ხორცი მშვინვიერი, ეს ნიშნავს, რომ არსებობს ხორცი სულიერიც, თქმა უნდა, და როდესაც ადამიანი განახვდობს მას და არსებობს ხორცი მშვინვიერი, რომელსაც მიყავს ადამიანი ავხორცული ვნებების დაკმაყოფილებისგან. სხეული ძრწის მაშინ, როცა ადამიანის სული მშვიდადაა და ღვთის ნებას მინდობილი. აი ესეთია ცოდვისმიერი მიდრეკილებები და ამის შემდეგ კიდე უფრო ძლიერდება ეს ვნება, იმიტომ რომ ვნებას ყოველთვის აქვს ძლიერი გასაგანი, ის ისრაფის, რომ კიდე უფრო მეტად დაიმონოს ადამიანის სული. ადამიანს ასევე ეშინია საკუთარ თავთან შეხვედრის, იმიტომ რომ საკუთარი თავის პოვნით ადამიანმა შეიძლება იპოვოს ღმერთიც. ხოლო ღმერთის პოვნა ცოდვის სიყვარულის გამო მას არ სურს, რა თქმა უნდა, და იმიტომ რომ მუდმივად მხილებული ხდება მისი სინდისი აი ამ ცოდვის ჩადენის გამო და ამიტომაც ეშინია ადამიანს, რომ ჩაუღმავდეს საკუთარ შინაგან სამყაროს, ის მუდამ გაურბის აი ამ თვითანალიზს, გაურბის ყურადღებას საკუთარი თავის ქცევის მიმართ, იმიტომ რომ ძლიერ განშორებულია ის ღვთისმცნებებს და გაურბის ამით ადამიანი ღმერთს, გაურბის სულიერ სამყაროს, მაგრამ სად გაიქცევი? ხო, ამაო რაღაც ზედაპირული, გარეგნული შემოქმედებისაკენ მიუტვის ის, როდესაც ავიწყდება შინაგანი, ის თავის აი ამ მისწრაფებებს მხოლოდ გარეგნულში გამოხატავს, როდესაც ავიწყდება წმინდა სუფთა ცხოვრება, მაშინ ის თავის ცხოვრებას ცოდვის მიერ ბოროტებით გამოხატავს. და აი ამ ამქვეყნიური მიზნების შესრულებისა და ამსოფლიური ურთიერთობებისაკენ მისწრაფული ადამიანი სულ უფრო და უფრო ღრმა ჭაობში ეფლება და ამიტომაც ის მუდამ გაურბის აი ამ თვითანალიზს, მუდამ გაურბის იმ დამოკიდებულებას, რომ რამენაირად ჩაახჩოს ეს სინდისის ხმა, რომელიც მასში მუდმივად გაიძახის, რომ მოუბრუნდი ღმერთს, დაბრუნდი სადახარ, მუდამ გაიძახის უფალი და ადამიანი კი იძახის შიშველ ვარ მე და დავიმალეო. აი ეს არის ის შიში, რომელიც ახასიათებს ადამიანს. განსაკუთრებით რთული ხდება ადამიანის ზნეობრივი მდგომარეობა, როცა მისი სული ჩართულია რაღაც კოლექტიურ ბოროტებაში. აი ამ დროს ადამიანი იწყებს ერთმანეთის სიძულვილს, მტრობას, მკვლელობებს, ხედავ ჩვენ საშინელ ტრაგედიებს, ხო, კაცობრიობაში, ხედ ისტორიაში. ეს არის ხან ნაციონალური, რელიგიური, კლასობრივი თუ იდეოლოგიური ფაქტორებით გამოწვეული. და ეს კოლექტიური ბოროტების დროს ადამიანს უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს გაექცეს ღმერთს, რომ იმართლოს თავი, თუმცა საკუთარ სინდის სად გაექცევი, ხომ? და ფსიქოლოგიებიც ამბობენ იმას, რომ თავის მართლება არ საჭიროებს არანაირ საბაბსო. ანუ ადამიანს ყოველთვის შეუძლია იმართლოს თავი, მაგრამ სინამდვილეში ეს იქნება საკუთარი თავის, საკუთარი სინდისის მოტყუება, ვინაიდან ღმერთს ვერავინ მოატყულებს. მარადიულ ფასეულობებსა და აი ამ სულიერ რეალობას მოკლებული ადამიანი ყოველთვის შიშობს, რომ არ იყოს გულწრფელი, იმიტომ რომ ის ფიქრობს, რომ მას დასცინიან. ის შიშობს, რომ არ იყოს სამართლიანი, იმიტომ რომ შეიძლება გაღარიბდეს ან მოტყუებული დარჩეს ვინმე ცფიერის მიერ. ის შიშობს არ იყოს კეთილი, იმიტომ რომ არ გახდეს ექსპლუატაციის რაღაც საგანი და ვიღაცამ არ გამოიყენოს ის
და ასევე მას არ სურს იყოს თავმდაბალი, იმიტომ რომ ეშინია რომ ვინმე არ დაჩაგროს ის. აი ესეთია სულ უკუღმართი გახდა თანამედროვე ადამიანის სამყარო და ამიტომ ადამიანი ცხოვრობს აი ამ პირფერული ნიღბით, რომ ყველაფერში ორმაგი სტანდარტები კონდეს, ერთის მხრივ მოაჩვენოს საზოგადოებას თავი, რომ ყველაფერი კარგად არის, ხოლო მეორეს მხრივ მას საშინელი შინაგანი ტანჯვა ახასიათებს და მუდმივად გაურბის ის თავის თავს, გაურბის ღმერთს და ამას აკეთებს სხვადასხვა გართობის საშუალებებით, გნებავთ ტელევიზორთან ჯდომით, ჭამასმით, ქეიფით, დროსტარებით და კომპიუტერთან ჯდომით თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. განსაკუთრებით აშინებს ადამიანს ის დემონური შიში, არ დაკარგოს თავისი სიმდიდრე, თავისი ფუფუნება. წმინდა მამები ამბობენ, რომ ყველა ბოროტების სათავე არის ვერცხლის მოყვარეობაო და თანამედროვე ადამიანის კიდე დევიზი გახდა, რომ დრო ფულია, ანუ როგორც რუსები იტყვიან, vremya деньгиო. ეს გამონათქვამი რას ნიშნავს, ძმაო და რომ ადამიანი მთლიანად ჩაეფლო ამ ქვეყნიურ ცხოვრებაში. ის ვერ ხვდება, რომ დრო კი არაა ფული, არამედ ფულია ის კრისტალიზებული დროში, რომელიც მრავლდება ადამიანის ხელში და შენიშნავენ მამები, რომ მოწყალების მეშვეობით მდიდარი ადამიანი ამრავლებს თავის სათნოებებს, ლოცვას, სიკეთეს, ღმერთის მცნებების ერთგულებას, სწორედ რომ დროში აკეთებს ამას და ეს ფული სწორედ ამისთვის არის მოგონილი, ძმაო და მოწყალების საქმით უნდა გადარჩეს ადამიანი და განამრავლოს თავისი როგორც სულიერი, ისე მატერიალური და აი ამ სიყვარულის მეშვეობით მატერიალური ფასეულობა სულიერი ხდება, სწორედ მოწყალების ფორმით. ამიტომ დრო გაცილებით უფრო ძვირფასია, ძმაო და ვიდრე ფული. ფულს მხოლოდ მაშინ აქვს ფასი, როცა ის სულიერი ფასეულობა ხდება, ანუ მოწყალების გაღების დროს, ქველმოქმედების გაკეთების დროს, ეკლესიაში შესაწირის დროს, ეკლესია მონასტრების აშენების დროს და სიკეთის გაკეთების დროს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და სათნოებას რა თქმა უნდა სურს მთელი ეს თანხები სიყვარულს მოახმაროს, ხოლო ბოროტებას სურს, რომ ეს მიწიერი დრო ქრისტეში გამდიდრებისთვის მოცემული ფულად აქციოს და ამით რა თქმა უნდა დააზიანოს საკუთარი შინაგანი სამყარო. აი ამ ნების შედეგია, ძმაო და გაუთავებელი ომები კაცობრიობის ისტორიაში, რომლებიც სწორედ რომ აი ამ გამდიდრების, დიდების მოყვარეობის, პატივის მიზნით ხორციელდება და მუდამ ხორციელდებოდა. სწორედ ვერცხლის მოყვარეობით იყო გამოწვეული ომი და ის ქმნის აი ამ შიშს. ომის მიზეზით ხალხის აი ეს მეტაფიზიკური შიშით განპირობებული, რომელიც სურს რაღაცნაირად დამალოს ის ამ ომით, თითქოს და მამაცური ომით, სურს დამალოს ის შიში, რომელიც მას მუდმივად შინაგანად სწორედ რომ ვერცხლის მოყვარეობა და დიდების მოყვარეობა ამოძრავებს. ეს იგივე ძველი ოქროს კრავის კერპია, რომელსაც ეთაყვანებოდა ძველი ადამიანი, რომელიც სულ უფრო ამაზრზენ ფორმებს ღებულობს, რომელიც აშინებს ქვეყნებსაც და კონტინენტებსაც თავისი უმოწყალობით და სისასტიკით. და აი ეს ფორმები ვხედავ ჩვენ დღეს, რომ კიდევ უფრო საშიში, კიდევ უფრო სასტიკი და ამაზრზენი გახდა და ადამიანი უკვე აღარ ერიდება არაფერს, მისი გართობის სახე გახდა სისასტიკე და გარყვნილება და ამას პირდაპირ ხედავ ჩვენ აი ამ ტერორისტული სულის გაძლიერებას საზოგადოებაში, აი ამ შიშის თესვის სიყვარული საზოგადოებაში, რომ პირდაპირ ტელეეკრანებზე კლავენ ხალხს და ამითი აშინებენ საზოგადოებას. აი ეს არის ის უბედურება, რომელიც ცოდვით დაცემულ ადამიანს დაემართა, რომელიც ნენელა გამრავდა, ეს კაინის ცოდვა, კაინის მკვლელები დღეს კიდევ უფრო მეტნი გახდნენ და ისინი ემუქრებიან სამყაროს გადაშენებით. აი ტექნიკური პროგრესი ამ შემთხვევაში
ალბათ პირობითად უნდა ვთქვათ, ის მატერიალური ფასეულებების შექმნით ადამიანი კიდევ უფრო ხედავთ ჩვენ, რომ აჩქარებს აი ამ ცივილიზაციის განადგურებას. შეიძლება არ დაგვეთანხმოს მავანი, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ სულიერ დეგრადირებაზე, ზნეობრივ დეგრადირებაზე, რომელიც სახეზეა. შეიძლება გარკვეული ინფრასტრუქტურა განვითარდეს, მაგრამ კომპიუტერიზაცია და ასე შემდეგ, მაგრამ აშკარაა სახეზე, რომ ადამიანი ნელ-ნელა დეგრადირდება და აი ამ მატერიალისტების იმ ღვთაებამ, ასე ვთქვათ, წყალებში თავის ჭამას შეუდგა და განაგზობს კიდეც ამის გაკეთებას და ვხედავთ, რომ მიქრის ადამიანი კოსმოსში დახვრიტა ყველაფერი, მაგრამ რას მიაღწევს ადამიანი ამით? ჩვენ უკვე ამისი გარკვეულ მონახაზებს უკვე ვხედავთ, რომ მხოლოდ საკუთარ თავს ისამარებს, რითაც მან მოიწია თავისი აღსასრული და ეს უმაღლესი ფასეულობებით გაუმყარებელი, გაუწონასწორებელი ცივილიზაცია, რომლითაც ასე ტრაბახობს მავანი, კაცობრიობას აუცილებლად მიიყვანს უკედურის მდგომარეობამდე. ის სულ უფრო და უფრო ართულებს, აცარიელებს, ანადგურებს ადამიანის სამყაროს. ამას ჩვენ კარგად ხედავთ, რომ ადამიანებს უკვე უჭირს ერთმანეთთან ურთიერთობის. იმიტომ რომ ეს ურთიერთობა არ არის აგებული სიყვარულზე, არ არის აგებული სათნოებებზე. მათ ვისაც არ სურს ქრისტეს სისხლისა და ხორცის მიღება, ძმან და დანო, როგორც ამას შენიშნავს მღვდელმთავარი იოანე, ის საკუთარ ხორცის ჭამას და საკუთარი სისხლის წოვას იწყებსო, ანუ ადამიანისა. ადამიანებს ეშინია ჭეშმარიტი წინასწარმეტყველების, რომლებსაც სურთ რაღაცნაირად მოსწყვიტონ ადამიანი ამ ილუზიურ პროგრესს და ცივილიზაციას, მაგრამ მათ ურჩევნიათ, ძმან და დანო, ხედავ ჩვენ ამას, რომ მიმართონ ცრუ წინასწარმეტყველებს, მოგვებს, ჯადოქრებს, ვარსკვლავ მრიცხავებს, ეს ხდება თვალნათლივ ჩვენს წინ, ეს ამისი რეკლამირება ხდება ტელევიზიით და ამ დროს უგულებელ ყოფილია ჭეშმარიტი ხედვა სარწმუნოებისა და აი ამ თან ამავე დროს აი ამ ადამიანებს, რომლებშიც განსაკუთრებულად ჩაბუდებულია ბოროტის სული, მათ საკუთარ თავს მიანდობენ სრულად და ზემოქმედების შესაძლებლობასაც კი ანიჭებენ. აი ასეთ დონეზე დაეცა ძმან და დანო თანამედროვე კაცობრიობა. და ამ საკუთარი თუ სხვა ადამიანის სხეულის სიყვარულით და ამ ბუნებრივი მოთხოვნილებების ცხოვრების აზრად ცენტრად გადაქცევით არის ის ახალი ოკეანე იმ კერპთაყვანისმცემლობისა, რომლისგანაც ადამიანების შიშების ეს მდინარეები მიედინება. ამიტომ საქმე ესეთნაირად დგას, რომ საკუთარი თავის და სხეულის სიყვარული, რა თქმა უნდა, არ ეწინააღმდეგება ღვთისა და მოყვასის სიყვარულის ცნებას, მაგრამ საკუთარი თავის ჭეშმარიტი სიყვარული ადამიანის სიყვარულის საზომად არის მიჩნეული. ამას ამბობს წმინდა წერილი, რომ ესეთი აზრი შეიძლება ჩამოაყალიბოთ, რაიცა გნებავთ, რაითა გიყონ კაცთა ეგრეცა მსგავსად თქვენცა უყოფდეთ მათო. და აი ამ აზრით გაჯერებულია წმინდა წერილი. მაგრამ ადამიანმა ეს დაკარგა, საკუთარი თავის ჭეშმარიტი სიყვარული, რასაც ქვია. ცოტა ადამიანი თუ იტყვის, რომ გააჩნია ჭეშმარიტი სიყვარული საკუთარი თავისა, აქ არ არის საუბარი ეგოიზმსა და თავმოყარეობაზე, ძმან და დანო. არამედ იმ ჭეშმარიტ სიყვარულზე, როდესაც ადამიანი როგორც სული წმინდის ჭურჭელი ხდება, როგორც ამას ამბობს პეტრე მოციქული, რომ დაფარული იგი გულის კაცი უხსნელით ამით მშვიდისა მისა და მყუდროისა სულისა წესითა, რომელი არც წინაშე ღვთისა ფრიად პატიოსან. აი ასეთ ადამიანზეა საუბარი, რომელიც განწმენდილია შინაგანი და რომელსაც ეშინია არ დაკარგოს ეს თავისი მდგომარეობა. ხოლო თუ ადამიანმა არ გაითავისა აი ეს აღნიშნული სულის კვეთება, არ აინთო აი ამ მადმოცილი ცხოვრების წესით, ღმერთში ის მუდამ იქნება იმ შიშის ქვეშ, რასაც ჩვენ ვისაუბროთ, განსჭვალული იქნება ავხორცული ამასოფლის სიბზნით, რომელშიც არ არის ჭეშმარიტი სულიერება და ადამიანი, რომელიც არ თანხვდება
ქრისტეში ცხოვრებას ნებისმიერ ცხოველზე უარესი ხდება და უწმინდურ არსებად გვევლინება ჩვენ. აი ეს არის სახე ასევე ჩვენი თანამედროვე ადამიანისა. მებრძოლი ათეისტები, რელიგიის მტრები, ასე ამბობენ, რომ რელიგიური განცდების, როგორც წესი, რელიგიური განცდების უარყოფის მიზნით, რომ რელიგია არისო პრიმიტიული ველური შიშებისაგან წარმოშობილიო. აი ამ თეზას იმით ადასტურებენ თითქოს, რომ პირველყოფილი ადამიანი ბუნების საიდუმლო მოვლენების ვერ ჩაწვდაო, ამავე დროს დაიწყო ამ შეშინებულმა ადამიანმა გადარჩენის მიზნით შეუდგა ამ მოვლენების თაყვანისცემაო. ანუ იქ ბუნებრივი მოვლენების, სტიქიების თაყვანისცემაო. ეს მართლაც ასე იყო ძმანო და დანო, მაგრამ აქ საუბარია კერძ თაყვანისმცემლობაზე და არა ჭეშმარიტ ჭვრეტაზე. მათი აზრით ასეთი ველური შიშებისაგან გაჩნდა რელიგია და რა თქმა უნდა ჩვენ ამ აღნიშნულ არგუმენტაციას ვერანაირად ვერ დავეთანხმებით ის, იმიტომ რომ ის არათუ ვერ განმარტავს რელიგიის არსს, არამედ შიშის ფენომენსაც კი ვერ ჭვდება და ამიტომ ეს რა თქმა უნდა ცალკე საუბრის თემაა, მაგრამ თვითონ არგუმენტირება იმდენად უსუსურია, რომ არც კი ღირს მაგაზე საუბარი. ეს ხედვა მისადაგებია, რა თქმა უნდა, მხოლოდ პრიმიტიული კერპთაყვანისმცემლებისათვის, რომელიც დამახასიათებელი იყო წარმართული სამყაროსათვის, ამას რა თქმა უნდა ჩვენც ვაღიარებთ, ეს ყველაზე პრიმიტიული და დაბიო შიში ადამიანში, სწორედ აი ამ შიშზე საუბრობენ ათეისტები და ანტირელიგიურად განწყობილი საზოგადოების წევრები, რომელიც შფოთი სწორედ აი ამ დემონური შიშითაა გამოწვეული და რომლის საფუძველზეც გაჩნდა ყველა ის ცრუ რელიგია, დიახ, კერპთაყვანისმცემლობა, რომელიც ამოძრავებდა აი ამ შიშებს. მაგრამ განა შეიძლება ძმანო და დანო ასეთი ბნელი, უსუსური შიშისაგან შეიქმნას უმაღლესი, უზენაესი, წმინდა, ნათელი რელიგიური ჭვრეტა სამყაროსი. შევხედოთ სამყაროს მის კანონზომიერებას, სად-ჩანს აქ ველური და პრიმიტიული შიშით აგებული სამყარო, როდესაც ყოველივე საოცარ ჰარმონიაში იმყოფება ერთმანეთთან და აი ესე წამს მართლმორწმუნე ქრისტიანს და ეს არის რეალობა ძმაო და დანო და მხოლოდ ცრუ ყალბი რელიგიებისაგან და თავად უღმერთო იდეოლოგიებისაგან, რომლებიც არის იგივე ათეიზმი თუ მატერიალიზმი თუ დარვინიზმი, არის დამახასიათებელი ეს ბნელი შიში. და ჭეშმარიტი რელიგია კი არის კავშირი ძმაო და დანო ადამიანის ღმერთთან, რომლისაგანაც იბადება ის უმაღლესი წმინდა შიში ღვთისა, რომელსაც მიყავს ადამიანი მარადიული ნეტარი ცხოვრებისაკენ. და ამდენად ის მოსაზრება, რომ რელიგია გაჩნდა იმ ველური შიშის შედეგად, არის ასევე ველური ანალიზი როგორც რელიგიისა, ისევე შიშის ფენომენისა, რომელიც დამახასიათებელია ათეისტებისათვის. ჭეშმარიტი შიში ღვთისა ძმაო და დანო იბადება განსაკუთრებული ყურადღებით საკუთარი თავის მიმართ. ღვთის მოყვარული ადამიანი სხვაზე მეტად ფიქრობს, რაიმე არ გააკეთოს ღვთის ნების საწინააღმდეგოდ, თვითნებურად, რამე მცნების საპირისპირო. ამგვარი მოქმედებით ის ფიქრობს, რომ თავზე არ მოიწიოს ძმაო და დანო უბედურება, ტანჯვა, წამება და ამიტომ ადამიანი ცდილობს ფრთხილად მოიხვეჭოს ეს მადლი სულიწმინდისა მცნებების შესრულებით. ადამიანს ეშინია ცოდვის ჩადენის არა როგორც გარეგნული რაღაც საბედისწერო ძალისა, არამედ როგორც მადლის დაკარგვის საშუალებისა და სულიერი სისუსტის გამოვლინებისა. და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, ხო? ამბობს ევედრება უფალსთან ადამიანი, თავმდაბალი ადამიანი და რა პასუხისმგებლობთ ჩვენ ღვთისაგან? ნახეთ რა წერია 91 ფსალმუნში, რომ ასპიცა და ვასკილის კოსა ზედა ხვიდოდე და დასგუნო შენ ყოველი გველი და ღრიანკალი. პასუხობს აი უფალი და მართლმორწმუნე ქრისტიანს ეშინია მხოლოდ ერთის, რამენაირად არ აწყენინოს უფალს თავისი ცოდვებით. ეს არის ქრისტეს
მოწაფეების და ყველა წმინდანის შიში, რომლისაგან ეშინიათ არა ტანჯვის, არამედ პირიქით მოწამეობრივი აღსასრულის დაკარგვის ეშინოდა მამებს, არავითარი შიში ტანჯვისა მათ აღარ ქონდათ, რათა ღვთის შიშმა აღამაღლა ისინი. აი ამ ღვთაებრივი შიშით აღფრთოვანებული ადამიანი თავისუფლდება ცოდვებისაგან და ქვენა შიშებისაგან და სულის გადარჩენისთვის იბრძვის, რომელზეც საუბრობს კიდეც იოანე ღვთისმეტყველი, რომ სულების გარჩევის უნარი არის შიშების გარჩევის უნარიც. შიში ყოველთვის შთაგონებულია რომელიმე ბოროტის სულით, ან კეთილის სულით, ხომ? თუ არის ღვთის შიში, მაშინ ადამიანი ცხოვრობს ცნებებით. თუ ბოროტის შიშია, მაშინ ის ცოდვაში ეფლობა. უღმერთო შიში აწვალებს, ანადგურებს სულიერად ადამიანს, ხოლო ღვთაებრივი შიში კი აძლიერებს სულს, განწმენს მას და სულიწმინდა იმკვიდრებს ასეთ ადამიანში. და უღმერთო შიში აი ამ უსიყვარულობის ნიშანია, რომელიც დღეს არის ესოდენ აყვავებული, ხოლო ჭეშმარიტი სიყვარულს აღარ ეშინია ძმაუნდადანო, ვინაიდან შიში არა არის სიყვარულსათანა, არამედ სრულმან სიყვარულმან გარე განდევნო შიში, რამე თუ შიშსა ტანჯვა იაქუს, ხოლო მოშიში იგი არასრულ არს სიყვარულსა ზედა, ამბობს იოანე ღვთისმეტყველი და ამითი ადასტურებს იმას, რომ ჭეშმარიტი მოსიყვარულე, ღვთის მოსიყვარულე და მოყვასის მოსიყვარულე ადამიანი აღმატებულია შიშზე. სრული განთავისუფლება აი ამ ბნელი შიშებისაგან ძმაუნდადანო მხოლოდ ქრისტეს მეშვეობით არის შესაძლებელი. მაცხოვრის მიერ ადამიანის განთავისუფლება შიშისაგან, ცოდვებისაგან და ბნებებისაგან განშორებით ხორციელდება. რა თქმა უნდა, ცხადია, არც ერთი ადამიანი, მათ შორის წმინდანებიც კი დედამიწაზე არ იყვნენ სრულიად განთავისუფლებულნი აი ამ ადამიანური შიშებისაგან. ამის მაგალითია უამრავი, როგორც ძველ აღთქმაში, როდესაც დიდ მამამთავრები იყვნენ გარკვეული შიშებით შეპყრობილნი თავისი მოგზაურობების დროს და შვილების დაკარგვის და ასე შემდეგ დროს და როდესაც ასევე ამ შიშებს ხედავ ჩვენ მაგალითად პავლე მოციქულის ცხოვრებაში, როდესაც გემში საშინელი ქარიშხალის დროს შეშინებული პავლეს ანუგეშებს ანგელოზი და ეუბნება, რომ ნუგეშინია პავლე, ვინაიდან კეისრის წინაშე უნდა წარსდგეო. ანუ ნუგეშინიაო, ეს ხელვა ვერაფერს ვერ გიზამ, შენ გადარჩები და იმიტომ რომ კიდე სხვა მისია, მეტი მისია გაქვს შესასრულებელიო. და სხვა ეპისტოლეებშიც გვხვდება ჩვენ მსგავსი უძულრებების მაგალითები. აი ესეთ რამებს ვკითხულობთ, რომ რაჟამს მოვედითო ჩვენ მაკედონიად, არცა ერთი რაილ ხინებაი აქ უნდა ხორცთა ჩვენთა, არამედ ყოველთავე ვიჭირვიდეთო გარეშე ბრძოლანი შინაგან შიშნიო, ამბობს კორინთელების მიმართ ეპისტოლეში პავლე მოციქული. მაგრამ აი ამ სოფლიურმა ქარიშხლებმა და შიშებმა ვერაფერი დააკლეს ძმაუნდადანო მოციქულებს, ვერც ერთ წმინდანს, ვინაიდან ნებისმიერი მათი ცხოვრება, მათი ცხოვრების წესი აღსილი იყო მადლმოსილებით. სწორედ ამაშია ღვთის ძალის საიდუმლო. მისი ღვთაებრივი ძალა და მადლი მოქმედებს მისდამი მინდობილ ადამიანებს ძმაუნდადანო. მთელი სილამაზე ადამიანისა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ არ არსებობს ძალა შიში დედამიწაზე, რომელიც ღვთისაგან განგვაშორებს. თუ რა თქმა უნდა ეს თავად არ სურს ადამიანს და თანამედროვე მსოფლიო ეძებს ძლიერებს, ეძებს ნიჭიერებს, მაგრამ მათი სიძლიერე იფანტება როგორც მტვერი და ეს დამახასიათებელია უღმერთო ადამიანისათვის, რაც არ უნდა დიდი შექმნას მან გნებავთ იმპერიები, რომლებიც დაინგრა ძმაუნდადანო თავისი უღმერთობითა და აღვირახსნილი ცხოვრებით, რომლებსაც უზარმაზარი ჯარები ყავდათ, ლეგიონები დაუმარცხებელი, მაგრამ დამარცხდნენ ისინი ამ ქვეყნიური ამოვებაში ჩაფლულნი. ხოლო ის 12 უძლური, უსუსური, უიარაღო, ყოველივე გავლენის მოკლებული ადამიანი, მოციქულები მიერ მთელი მსოფლიო იქნა მოწაფეობრივი მოქცეული
ვინაიდან მაცხოვარი იკრებს თავისთან ასე ვთქვათ სუსტებს ჭყალებში, ანუ მათი შინაგანი განწყობით თავმდაბალ ადამიანებს, ვინც ჭეშმარიტად აღიარებს თავის უძლურებას, ღვთის დახმარების საჭიროებას და ასეთი ადამიანები იღებენ კიდეც ღვთაებრივ ძალას ჭეშმარიტების საქადაგებლად და ეს არის სწორედ ღმერთკაცობრივი ნიჭი, რომელიც მიემადლა ადამიანს, გამხდოებულ ადამიანს, რომელსაც უკვე ვერავინ და ვერაფერი ვერ შეაშინებს. ამრიგად, აი ამ საკუთარ ძალას, სიმდიდრეს, ნიჭსა თუ სხვა მისთანა წმინდობილი ადამიანი თავისი ვნებების მონა ხდება და ეს შიში, რა თქმა უნდა, არასვენებს მას, ხოლო ღმერთწმინდობილი ღვთისმოშიში ადამიანი, რა თქმა უნდა, თავისუფალია ყოველგვარი ცოდვისაგან, ვნებებისა და კეფთაყვანისმცემლობისაგან და შიში არის მარტოობის აგონია. ეს საშინელებაა სამყაროსი, რომელმაც ინება ღვთის გარეშე ცხოვრება და ცხოვრების მოწყობა და მისი კუთვნილი ადგილის დაკავება და ამდენად ეს შიში არის მარტოობის უარყოფითი გამოვლინება, ხოლო დადებითი გამოვლინება აი ამ მდგომარეობისა არის რწმენა ღვთისა, იმედი, სიყვარული და ლოცვა, რომელიც უნდა ახასიათებდეს ყოველ მართლმორწმუნე ქრისტიანს და მთლიანად კაცობრიობას თუ სურს გადარჩენა. ღმერთმა დაგვლოცოს წყალობა და კურთხება და მადლი არ მოგვაკლოს და განგვაშოროს აი ამ ბნელი შიშებისაგან და მოგმადლოს